შოთა რუსთაველის ბიოგრაფია ეს არის მე-20 საუკუნის შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე ბრძოლების არეალი, სადაც საუკეთესო ქართველი მეცნიერები, ისტორიკოსები, მწერლები, ლიტერატორები ეკვეთებიან ერთი მეორეს, რომ დადგინდეს შოთა რუსთაველის ვინაობა და ჩვენ ეს ჯერჯერობით ვერ დავადგინეთ. საქართველოს ყველა მოქალაქე მიუხედავად ასაკისა იცის რამოდენიმე რამ შოთა რუსთაველის შესახებ. ეს არის იერუსალიმში ჯვრის მონასტერი, შიდა ხედია. ეს არის შოთა რუსთაველის ფრესკა, სადაც წერია რომ ამისა დამხატავს და შოთას შეუნდნეს ვერთმან ამინ რუსთველი და შემდეგ სლაიდზე გაჩვენებთ ინფორმაციას ის რაც ჩვენ ყველამ ვიცით. ჩვენ ვიცით ვეფხისტყაოსნის ავტორის სახელი შოთა, ვიცით მისი ზედწოდება რუსთველი, რუსთაველი, ვიცით მისი თანამდებობა მეჭურჭლეთ უხუცესი და ხედავთ მის სახეს უკვე არა ახალგაზრდა კაცისას და მის შესამოსელს ეს ულამაზესი სკარამანდით შემოსელს, რომელიც ვანახებს რომ შოთა რუსთაველი ეს იყო უმაღლესი ფენის წარმომადგენელი ადამიანი, საგვარეულო ადამიანი. აი ეს ოთხი ინფორმაციას კი საკმარისია იმისთვის რომ ჩვენ რამოდენიმე მარტივი ლოგიკური ნაბიჯით მივიდეთ იმ ფაქტთან, თუ ვინ იყო ეს კაცი, ვინ დაწერა ვეფხისტყაოსა. ჩაცმულობა და მისი თანამდებობა, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია, გვეუბნება, რომ ეს ადამიანი წარმოადგენს მაღალ ფენას. დავით აღმაშენებლის დროიდან, ვიდრე გიორგი ბრწყინვალის დრომდე, 300 წლის განმავლობაში საქართველოში ვაზირებად, ანუ დღევანდელი გაგებით მინისტრებად ინიშნებოდნენ წარმომადგენლები დიდი საგვარეულოებიდან, რომლებიც იყვნენ ერისთავები საქართველოს მაშინდელი სახელმწიფოს მხარეებისა. ასეთი მხარე იყო სულ 25, საიდანაც 5 იყო სომხეთის ნაწილი, ასე ვთქვათ, რომელიც მაშინ საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო, ხოლო 20 საქართველოსი. 78 მინისტრია მაშინდელი ცნობილი. აქედან 5 იყო წარმომადგენელი არა მაღალი ფენებიდან, ეს იყო მონღოლების დროს მანკაბერდელები მამაშვილი, ორნი და გიორგი მესამეს დროს იყო 3 ადამიანი კუბასარი, აფრედოინი და ივანე სახოთოხუცესი, რომლებიც დემნას აჯანყების დროს, როდესაც გიორგი მესამემ ჩაახშვა აჯანყება, მაშინ ბევრი ერისთავი ჩამოაშორეს თავის თანამდებობას, მინისტრის პორტფელს, ასე ვთქვათ, და მათ ადგილას ეს 3 ადამიანი წამოწიეს. აი ეს 5 კაცი იყო არა ერისთავი, ვინც 78-დან წარმოადგენდა მინისტრებს. და 73-დან ჩვენ დღევანდელმა თაობამ ვიცით ყველა მინისტრი, 72 მინისტრი, რომელიც საგვარეულოს წარმომადგენელი იყო, გარდა ერთისა, ეს არის შოთა რუსთაველი. 73-დან ვიცით ყველანი, გარდა შოთა რუსთაველისა. არადა ამ ლოგიკით ჩვენ უკვე შევამჭიდროვეთ მაშინდელი საქართველოს მოსახლეობა, რომელიც 10 მილიონს უახლოვდებოდა, არა მარტო ქართველები, რა თქმა უნდა, მაგრამ სახელმწიფოს მოსახლეობა 10 მილიონი იყო, შევამჭიდროვეთ 10 მილიონიდან ჩამოვიდით 25 საგვარეულოზე მხოლოდ. და ამ 25 საგვარეულოში შემდეგი ლოგიკური კითხვა ჩნდება ასეთი: რომელი საგვარეულო არის ამ 25-დან, სადაც სახელი შოთა არის მიღებული? ასეთები ეს პრაქტიკულად დადგენებში ცოტნე იყო მიღებული და ასე შემდეგ ამაზე კიდევ ვისაუბრებ, ხოლო ის საგვარეულო, რომელშიც შეიძლებოდა რომელშიც იყო 3 შოთა, ეს ეპოქა არის დავით აღმაშენებლის დროს, გიორგი მესამის დროს და თამარ მეფის დროს, 3 შოთა ერთადერთი საგვარეულოა, რომელიც სწორედ რომ არსებობდა იმდროინდელ ერისთავების სიაში, ასე რომ ვთქვა. აი ამ ლოგიკითაც მივდივართ იმასთან, რომ სად უნდა ვეძებოთ შოთა რუსთაველი. ჩვენ გვაქვს 25 საგვარეულო ჩამოთვლილი, თქვენ ეკრანზე დაინახავთ და აქვე არის რუკა, თუ როგორი იყო მაშინ საქართველო. აქ შეგიძლიათ გადახედოთ საგვარეულოებს, მაგრამ მე კიდევ გადავა შემდეგ გვერდზე, რუკას გავადიდებ. საქართველო ფერადად აღნიშნულია ის ტერიტორიები, რომელიც ქართველებით იყო დასახლებული იმ დროს და იყო საქართველო. აქ შედიოდა ტრაპიზონიც, აქ შედიოდა ბევრი სხვა ტერიტორიაც, რომელიც ეს საქართველოს აღარ ეკუთვნის, ვეღარ მართავდა. აქ ჩვენ უნდა ყურადღება მივაქციოთ აი ამ მონაკვეთს, სადაც გვაქვს თბილისი, სადაც არის რუსთავის საერისთავო, აი რუსთავი აქ არის და ჟინვალამდე გრძელდება აი ეს ფერი, მელნისფერი ფერი რუსთავის საერისთავოა.
აქეთ არის ჰერეთი, აქეთ არის ქართლი, აქ არის კახეთი. სწორედ აქ ამ ტერიტორიაზე ჩვენ დაგვჭირდება გეოგრაფიული ცოდნის გაღრმავებაც, რომ გავაგრძელოთ შოთა რუსთაველის ბიოგრაფიის დადგენას. ეს ერისთავთა საგვარეულო სახელებია, რომელიც გითხარით, დადგენებში ცოტნე, გურიელებში მამია, ჟაყელებში ყვარყვარე, თორელებში კახა, გამბრეკელი, შალვა, თორნეკე იყო ტაუველი ერისთავი, ხარგრძელებში იყო ზაქარია და სარგისი და ბაგრატიონებში იყო აშოტ და ბაგრატ. ეს სახელები იყო ეს მესხეთიდან, როდესაც ამ ბაგრატიონთა გვარი თელ საქართველოში გამეფდება, ეს სახელები ერთ-ერთი პირველი სახელები იყო, რომელიც ამგვარად ახასიათებდა. აშოტიდან მომდინარეობს შოთას სახელიც. აშოტი, ეს იგივე მომავალი შოთა. აშოტი იცით რომ იყო წმინდა მეფეა ქართველთა მეფე, რომელიც ითვლება რომ ეს არის პირველი მეფე საქართველოსი. აი საგვარეულო რომელიც მოგახსენეთ, სადაც სამი შოთაა, ეს არის ჰერეთის ერისთავთა საგვარეულო და აქ ჩვენ ხედავთ გრიგოლ პირველს, რომლის შვილების ასად პირველი და შოთა პირველი ასე პავლენკოს აღნიშნული, დავით აღმაშენებელმა 1017 წელს შემოიერთა, ოღონდ უსისხლოდ ისინი და ამით დამთავრდა საქართველოს გაერთიანებაც, აი იმ ეპოქის უდიდესი მოვლენა, რომელ საქართველოში ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, სწორედ 1017 წელს გაერთიანა დავით აღმაშენებელმა. დავით აღმაშენებელი რომ არა, დღეს საქართველო ალბათ ვერც იარსებებდა. შემდეგ 110-ის ცენტრალური ხაზია, მისი შვილია გრიგოლ პირველი, ეს გახლავთ 102-მეორის მამა, რომელიც იყო გრიგოლ მეორის მამა და შოთა მესამისა, იგივე ჩვენი შოთა რუსთაველის პაპას, ასე ვთქვათ, 102-მეორე. აი ეს საგვარეულოა, სადაც გვხვდება მარტო სახელი შოთა, სხვაგან არ არის ეს სახელი. ჩვენ ახლა უნდა დავადგინოთ თუ რატომ არის ეს საგვარეულო ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. და ამასთან დაკავშირებით იგივე რუსველიანიდან პავლენ გოროყა ჩვენ მოგვითხრობს, რომ ბაგრატიონთა სამშობლო არსებობდა ქართლის, კახეთის და ჰერეთის. აქ თქვენ ხედავთ ეკრანზე ტექსტს, რომ მერვე საუკუნეში, როდესაც ერთ-ერთი მორი იარეულობის დროს მესხეთში ბაგრატიონების საგვარეულო რო ხოცავდა ერთი მეორეს ძმები, ბიძაშვილები და მამები და შვილები, ორი ბაგრატიონი ასამ, იგივე ასად და ვარზავარდ მოდიან აქეთკენ აღმოსავლეთ საქართველოში, დღევანდელ დედოფლის წყაროში, იგივე ხორნაბუჯში ისინი გააგდებენ მაშინ იქ სპარს, ვინც მართავდა იმ ტერიტორიას და ხორნაბუჯიდან დღევანდელ საინგილომდე ისინი მოიპოვებენ ამ ტერიტორიას და ხდებიან ერისთავები ამ ტერიტორიისა, შემდეგ მათი უფლებამოსილება ვრცელდება უკვე დღევანდელ საინგილოს ტერიტორიაზე, ლაგოდეხის ჩათვლით და შემდეგ ისინი ჰერეთის მეფეებიც კი ხდებიან და ამას ადასტურებს ორი ქართველი ისტორიკოსი, ანონიმი და სუმბატი, რომლებიც შემდეგ საუკუნეებში, მე-11 და მე-13 საუკუნეში მოიხსენიებენ, რომ ეს გვარი ტექსტი მოცემულია, აი ესე გრძელდებოდა, რომ ისინი არიან შთამომავლები სწორედ ასამისა, იგივე ასათისა და ვარზავარდისა. ძალიან საინტერესოა ეს ვარდ სახელი, ბატონო ალიკო, ეს საოცარი ქართული სიტყვა, რომელიც თქვენს წიგნებშია, საოცარი მონაცემია. ვარდი როგორი ჰემატრიეთ არის შემკობილი თურმე და აი ბაგრატიონებს ვარდ მაშინაც ქმნებიათ. ეს მე პავლენ გოროყასთან გავიგე. ეს მოგახსენეთ იმაზე, რომ საგვარეულო არის გვერდითი შტო ჰერეთის ერისთავებისა, ბაგრატიონებისა. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმაში, თუ რატომ დაიწერა ვეფხის ხაოსანი და რატომ ხდებოდა ისაც ხდებოდა ჰერეთის საგვარეულოში. მე მოგახსენეთ მანამდე აი აქ შოთა მესამე ძმა იყო ტბელი, ეს ორი ძმა იყო ტბელის, მონაპირე ერისთავი იყო, რომელიც იცავდა საქართველოს საზღვარს ჰერეთის მხარიდან და ტბელის სახელი მოიხსენიება გიორგი მთავარმოწამის ხატში, რომელიც ინახებოდა საუკუნეების განმავლობაში ხობში, მონასტერში, ხობის მონასტერში, დადიანეთა ეს საგვარეულო მონასტერი იყო და იქ აღმოჩნდა ეს გიორგი მთავარმოწამის ხატი, თქვენ ხედავთ ამ ხატს და მის უკანა მხარეზე მოცემულია ტექსტი. რატომ გაჩვენებთ ამას? ჩვენთან ბევრი რამაა გაყალბებული თანამედროვე ისტორიოგრაფიაში და ერთ-ერთი ეს არის გრიგოლის ძეთა გვარი, გამოგვენებული გვარია. იმ წინა საგვარეულო სიაზე განახეთ სამი გრიგოლი, გრიგოლ პირველი, გრიგოლ მეორე და გრიგოლ მესამე, მაგრამ რატომღაც ქართველმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ ეს არა ადამიანის სახელი, არამედ გვარია. და ეს არის გრიგოლიზე, ამიტომ ჰერეთის საგვარეულო გამოაცხადეს გრიგოლიზეებად. ეს მოხდა იმიტომ, რომ პავლენ გოროყა რამენაირად რუსთველიანაში და მასთან მიმართებაში რამენაირად გაებათილებინათ პავლენ გოროყას ეს აღმოჩენა.
და ერთ-ერთი მაგალითი როგორ ხდებოდა გაყალბება ისტორიისა სწორედ აქაა მოცემული. აი ეს გრიგოლის ძე გამოგონილი გვარია და მე აქ მოვიტანე სურათი, იმიტომ რომ ეს მაგალითი სხვადასხვის მე სხვა მეცნიერთან არ მინახია, შეიძლება იყოს და მე ვერ წავიკითხე რომ ვინმესთან, მაგრამ აი ამ ხატს და მის უკანა მხარეს ერთი საინტერესო რამ ახასიათებს. აი თქვენ ეს გავადიდე მე ბოლო ორი ხაზია და კიდე მესამე ნაწილია შენისა ქრისტეს მობაძაუმან ჩემ ტბელისა გრიგოლის ძისაგან, აი საუბარია აქედან იწყება და ეს ბოლო ორ ხაზ ნახევარია. აქ თქვენ შეამჩნევთ ორ წერტილებს, მაგალითად ორ წერტილი რას ნიშნავს? ორ წერტილი ორი წერტილი გამოიყენებოდა ძველ ქართულ ხელნაწერებში იმისთვის, რომ ერთმანეთისგან გაგერჩიათ სიტყვები. ანუ სიტყვებს შორის იქ თავისუფალი ადგილი ვერ დარჩებოდა, რა თქმა უნდა, როგორც დღეს ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაშინ ამისთვის გამოიყენებოდა ორ წერტილი. და სწორედ აქ სადაც წერია ჩემ ტბელისა გრიგოლის ძისაგან, აი გრიგოლის ძისაგან, აქ სწორედ ორ წერტილით არის გამოყოფილი სიტყვები გრიგოლი და ძისაგან. გრიგოლი სხვა სიტყვაა, ეს ადამიანის სახელია და ძე ნიშნავს, რომ მის შვილზეა, ტბელზეა საუბარი. ახლა თქვენ ხედავთ ხელმოწერას, ავტოგრაფს, რომელიც ეკუთვნის შოთას. ტექსტი ასეთია: ქრისტე, მე შოთაი ჩემს ჟინვანის ქონებასაცა შიგა ამას ვამტკიცებ, ვითა ამას შიგა. აი ეს არის შოთას კალიგრაფია. ეს ადასტურებს, ეს ხელნაწერი შემორჩენილია, ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტშია, თუ არ ვცდები შენახული, ადასტურებს დოკუმენტს, რომელიც ჭიაბერ მანაველმა გამოსცა, როცა ის იყო ჟინვანის მფლობელი, ერთ-ერთი გლეხის ოჯახი შეწირა შიომღვიმის მონასტერს და მას ადასტურებს თამარ მეფე, ადასტურებს კათოლიკოსი და შემდეგ ადასტურებს უკვე შოთაც, ვინაიდან ის ხდება ჟინვანის მფლობელიც. როდესაც მე ვფლობდი ჟინვანსო. ეს არის სწორედ რომ შოთას ხელმოწერა. ეხლა ჩვენ მივდივართ შემდეგ. როგორ აღმოჩნდა შოთა რუსთაველი ჟინვანში? რა უნდოდა მას იქ? ამისთვის წინა მოთხრობა მომიწევს მოგითხროთ, ეს არის სამი ამბოხი თამარის მეფობის წინააღმდეგ. პირველი 1067 წელს, როდესაც დემნა და ორბელიანები აუჯანყდებიან გიორგი მესამეს, როდესაც მან გადაწყვიტა რომ თამარი ყოფილიყო მისი თანამეფე, 7 წლის თამარზეა საუბარი მაშინ იმ დროს და გიორგი მესამე მოახერხებს და დაამხობს დემნას, ის სიკვდილით დაიჟება, ორბელიანები ჩამოშორდებიან თავიანთ სახელმწიფო ბერგეტებს და მათთან ამბოხში მონაწილეობას იღებდნენ სწორედ რომ ჰერეთის ერისთავებიც. ეს ძალიან საინტერესო მომენტია, ეს აღნიშნული სხვადასხვის პავლე იგორკოს ასე არ აქვს, მაგრამ ჩემი აზრით აქ საინტერესო არის ის, რომ ჰერეთის ერისთავებმა იცოდნენ რა, რომ ისინი არიან გვარის ბაგრატიონები და ისინი შეიძლება იყვნენ კონკურენტები ბაგრატიონთა გვარისა მეფობის ტახტზე, ისინი მაინც მხარს უჭერენ დემნას, რომ არ გადაედგა არასწორი ნაბიჯი და დაერღვიათ და თავის სასიკეთოდ გამოეყენებინათ მომენტი გიორგი მესამის წინააღმდეგობისა დემნასთან. ამიტომ ისინი დემნას უჭერენ მხარს, რომ დემნა გამეფებულიყო და ამის გამო ისინი დაიჯებიან და 1177-ში მათ ჩამოართმევენ სავაზიროს და დატოვებენ ხოლმე დღევანდელ საინგილოში იმ ტერიტორიაზე. თუმცა დაჟიან მაშინდელ ერისთავებს, აი შოთას დიდპაპას და მის ძმას ართავაჩოს დაჟიან ამ აჯანყებისთვის. მეორე იყო ყუთლუასლანის მოთხოვნა, რომ სახელმწიფო მმართველობის შეცვლა მომხდარიყო საქართველოს, შეცვლება 1194 წელს, როდესაც თამარი გამეფდება, ჯერ კიდევ ყმაწვილი ხალბატონია და ესეც ჩვენი თანამედროვე რო ვთქვათ, კონსტიტუციური ცვლილებების მოთხოვნა იყო დაყენებული. ჩვენ მაშინ ძალიან წინ ვიყავით ჩვენი პოლიტიკური აზროვნებით, უფრო წინ ვიდრე მთელი დღევანდელი ევროპა, დღევანდელ დღეს უარი და კიდე მაშინ რო იყო, ორივე შემთხვევაში ჩვენი აზროვნება მაშინ კიდე უფრო მაღალი იყო. და ეს სწორედ რომ მეორე ამბოხება და მესამე ამბოხება, ეს უკვე საკვანძო საკითხია შოთა რუსთაველის ბიოგრაფიის დადგენაში, ეს ხდება 1190 წელს, როდესაც გიორგი რუსი და მისი აქ ჩამომყვანი თბილისის ამირა და ასევე რუსთავის საერისთავოს პატრონი აბულასანი, აი ლურჯი მონასტრის მაშენებელი ვინც არის ის აბულასანი, მოაწყობენ სამხედრო აჯანყებას თამარის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში უკვე სამეფო კარს თამარს დაუდგებიან ჩამომწვევილი ჰერეთის ბაგრატიონები და დაამარცხებენ გიორგი რუსთაც და აბულასანსაც, რომელსაც ჩამოართმევენ თბილისის ამირობასაც და ასევე რუსთავის საერისთავოსაც. ისევ გახსენებთ ამ რუკას, რაზეც საუბარი, აი ეს არის თბილისი, თბილისის ჩილო აღმოსავლეთიდან ეკუროდა რუსთავის საერისთავო, რომელიც იწყებოდა რუსთავში, რომელიც იყო ცენტრის საერისთავოსი და
თავდებოდა ჟინვანში. აი ეს იყო ერთი საერისთავო. აქ ცნობილია ლურჯი მონასტერი, რომელიც თბილისში იქ წარწერიდან ცნობილია, რომ ამას ერქვა ჟინვანს 7 მთეულეთთან საპატრონო. 7 მთეულეთი, 7 ხეობა იყო, რომელიც ჟინვალს უკავშირდებოდა და ასე იწოდებოდა. სწორედ აქ ამ ჟინვალში აღმოჩნდება შოთა როგორც პირველი ადმინისტრაციის წარმომადგენელი და შემდეგ ხდება ეს უკვე რუსთავის ხელისუფალიც და შემდეგ ხდება ჰერეთის ერისთავიც, ამაზე ახლა მოგახსენებთ ძალიან მალე. ეს არის პატარა მონაკვეთი ამოღებული დიდი რუგიდან საქართველოს რუგიდან, რომელიც შეეხება ჰერეთს და პატარა შედარებით უფრო პატარა ტერიტორიის საერისთავოს, სწორედ რუსთავის საერისთავოა. აჯანყების დამხობის შემდეგ, აი ეს რომ დავინახოთ ჟინვანის ნაწილი გადაეცევა მანავის მფლობელს ჭიაბერს, როდესაც მან აი გამოსცა სიგელი, რომელსაც შოთას ხელმოწერა, ხოლო აი რუსთავის ნაწილი გადაეცემა მხარგრძელს, ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არაა თუ ის უნდა შეუერთდეს ან ვინ დააყენონ იქ ერისთავად თამარის კარზე, ჯერ ახალი ჩახშობილია ეს აჯანყება და ერთი წელი იქ ჟინვანში იყო ჭიაბერი და რუსთავში იყო ზაქარია მხარგრძელი, ერთი წლის შემდეგ მოხდება ის, რომ ჰერეთის ერისთავები დაიკავებენ რუსთავის საერისთავოს, შეუერთდება ჰერეთის საერისთავოს. რუსთავი ჰერეთი არაა, მაგრამ მოხდება ორი საერისთავოს გაერთიანება. ამ რუსთავის მფლობელები იყვნენ არიშიანები, კახაბერ ვარდანიძე, აბულასადი, რომელიც მოგახსენეთ ეს აჯანყების მომწყობი, ეს სამივე იყო ფინანსთა მინისტრი მაშინდელი, მეჭურჭლა თუ ხუცესები იყვნენ ესენი, ზაქარია მხარგრძელი იყო მფლობელი რუსთავისა და ჭიაბერის ჟინვანისა წერია, მხოლოდ ერთი წლით. შემდეგ უკვე ჰერეთის ბაგრატიონები ასად შოთას პაპა, გრიგოლ შოთას მამა და შემდეგ შოთა ავტოგეფხისტყაოსნისა ხდებიან ამ რუსთავის ერისთავებიც. და ეს მოხდება შემდეგნაირად. აქ მოცემულია ტექსტი, როდესაც თამარის პირველ ისტორიაში აქ მოყოლილია, რომ ჰერეთის ერისთავად ვინც იყო გრიგოლის ძე ასათი, მან იაჯა გამოითხოვა რუსთავის ერისთავობა სასთაულთან ერთად. სასთაული ეს ნიშნავს მაშინდელი ბალიში, როდესაც მაშინდელი მინისტრთა კაბინეტი იკრიბებოდა, ისინი ბალიში ხდებოდნენ, მინისტრები ასე ვთქვა, დღეს რომ ქვია მინისტრის პორტფელი, მაშინდელი იყო მინისტრის ბალიში, სასთაული და მან გამოითხოვა სწორედ ასათმა, რომ რუსთავი მე შემომიერთეო და მომეცი ასევე სასთაულიო. ეს მინისტრის პორტფელიცო ლაპარაკი იყო მე ჭუჭილა თუ ხუცესობაზე. სწორედ ამ აქედან ხდება შოთა რუსთაველი უკვე შემდგომში მამამისის და პაპამისის გარდაცვალების შემდეგ ფინანსთა მინისტრი. თვითონ გრიგოლი უკვე მოხუცი იყო, ჰერეთის ერისთავობას ტოვებს და უწევებს თავის შვილს, ანუ შოთას მამას ჰერეთის ერისთავობას. თვითონ გადადის რუსთავში, ხდება რუსთავის მფლობელი, რომელიც ეკუთვნოდა მანამდე ჭიაბერს, ხოლო თავის შვილიშვილს შოთას ნიშნავს ასე ვთქვათ ჟინვანად. ისევ ერთიანდება ორად გაყოფილი რუსთავის საერისთავო, ჟინვანისა და რუსთავისა. ოღონდ პაპა რუსთავში რჩება და შოთა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაშინ იყო 24 წლის, ინიშნება რუსთავის მერად, ასე რომ ვთქვა დღევანდელი სიტყვებით. და ამიტომაც, როდესაც გარდაიცვლება უკვე თვითონ პაპა და მამა კი ერისთავია, გრიგოლი კიდევ კარგ ხანს 15 წელი კიდევ ერისთავობდა, სწორედ შოთა ჟინვანიდან უკვე იერთებს რუსთავსაც და იხდება რუსთავის მფლობელი და ამიტომაც მიიღო მან თავის ზედწოდება უკვე როგორც ერისთავმა, ზედწოდება რუსთველისა. აქედან ხდება ჩვენი შოთა რუსთველი. პარალელები ვეფხისტყაოსანთან. აქ ჩვენ გვაქვს ასეთი ისტორია, აქ არის მოყვანილი ზემოთა აბზაცში ტარიელის სიტყვებია, ინდოეთის 7 სამეფოზეა საუბარი, სადაც ერთი იყო ფარსად 6 იყო ფარსადარის მფლობელობაში და 1 იყო ტარიელის მამის მფლობელობაში. და შემდეგ ისინი გაერთიანდებიან. ეს არის პარალელი ისტორიისა, თუ როგორ შემოიერთა დავით აღმაშენებელმა ჰერეთის საერისთავო, ახაც საქართველოს ერქვა 7 სამეფო. 7 მეფენი იყვნენ საქართველოს შემადგენლობაში შემოსული. ასე იხსენიება მთელი საუკუნის განმავლობაში ჩვენს ქართლის ცხოვრებაში საქართველოს. ამიტომ ეს პირველი პარალელია. მეორე არის თვითონ თამარ მეფე და ალექსანდრეჯანი, როგორც ხდებოდა მათი გამეფება. თვითონ ტარიელი და ჩვენი შოთა რუსთაველი, ეს ბიოგრაფია პრაქტიკულად ერთი ერთზე არის, იმიტომ რომ აქ როგორც ტარიელს ეკუთვნოდა მეფობა და მარტო ალექსანდრეჯანი კი არ უყვარდა მას მეფობაც ეკუთვნოდა. ეს პარალელები ივლება ასევე ტარიელსა და შოთას შორის, იქ მამინდა საკითხი არის კიდევ დავარი და რუსუდანი, ასე რომ მთლიანად პარალელები ხდება ვეფხისტყაოსანთან. შოთა წერს თავის ბიოგრაფიას. შოთა რუსთაველს თამარი არა მხოლოდ უყვარდა და ეს სიყვარული ალბათ ზეაღმატებულია სიყვარულებს და შორის, რომელიც შეიძლება აღწერილიყო პოემის სახით, სიყვარულის ასეთი გამოხატვა ჯერ ვერც ერთ ადამიანმა ვერ მოახერხა, ვერც ერთ ეპოქაში და ვერც ერთ ენაზე, როგორც სასაც ვეფხისტყაოსანი ქვია.
არა მარტო უყვარდა, რო არ ყვარებოდა ამას ვერ დაწერდა ესეთი ადამიანი ამ ვეფხისტყაოსანს, არამედ მას გარდა ამისა ეკუთვნოდა მეფობას. დემნას გარდაცვალების შემდეგ, იმიტომ რომ ის მამაკაცთა ხაზიდან ბაგრატიონების გოდიტიშტოკი იყო, 300 წელი იყო გასული, მაგრამ ასაშიც ჩამოსვლიდა აღმოსავლეთ საქართველოში, იგივე ასამი და ვარდრომ ჩამოვიდნენ, მაგრამ გენეტიკურად გვარი უცვლელი იყო, ამიტომ როგორც მაშინ იყო მიღებული არ უნდა დაკარგული იყო მამაკაცის ხაზი და სწორედ შოთას ეკუთვნოდა მეფობა, ამიტომ მას დაეწერა ვეფხისტყაოსანი ისე, როგორც ის დაეწერა. აი რას შემეძლო მოკლედ მოგახსენეთ, ეს ინფორმაცია კიდევ ძალიან დიდია, მაგრამ დღევანდელ დღეს მე მგონი საქმეა. დიდი მადლობა.